რას მოიტანს განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიც კაბინეტებში პროფესიონალების მონაწილეობის გარეშე შემუშავდა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გუშინ გაიგეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უერთებენ, კონსულტაციები მიმდინარეობს, გეგმას ოცნება განათლების ხარისხის გაუმჯობესების სურვილით ფუთავს. პროფესორ-მასწავლებლები, განათლების ექსპერტები და სტუდენტები კი დარწმუნებულები არიან, რომ მიზანი აკადემიურ სივრცეზე პოლიტიკური კონტროლის მოპოვებაა, რასაც შემდეგ კრიტიკულად განწყობილი სპეციალისტების სახლში გაშვება, თავისუფალი აზრის დევნა და განათლების სისტემაში 90-იანების მექანიზმების დაბრუნება მოხვება. არსებობს ეჭვები ქონებრივი ინტერესების შესახებაც. ნანო ჩაკვეტაძე მუშაობს ამ თემაზე, ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და მოგვიყვება, როგორ მიმდინარეობს კონსულტაციები. არ დაგითმობთ უნივერსიტეტს, სწორედ ეს არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან შეკრებილი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მთავარი სათქმელი. მოყოლებული 12 საათიდან ამ დრომდე გრძელდება ფაკულტეტების შეხვედრა ინდივიდუალურ ფორმატში, მსჯელობენ თუ რა უნდა იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი. ამ დრომდე ყველა პროფესორი, ყველა მასწავლებელი და სტუდენტი, რომელსაც ფორმულა ესაუბრა, ერთსულოვანი და შეთანხმებულია იმ აზრსა და პოზიციაში, რომ არავის დაუთმობენ ტექნიკურ უნივერსიტეტს. არა და ქართულმა ოცნებამ, როგორც ამას ოცნების განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამბობს, ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ტექნიკური უნივერსიტეტი გაუქმდება და ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდება. რა ხდება შეხვედრებზე, რომლებიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და როგორია პროფესორ-მასწავლებლებისა თუ ახალგაზრდების, სტუდენტების პოზიციები, შეგიძლიათ მოისმინოთ კომენტარები, რომლებიც ჩვენ ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ. პირველი სიტყვა ეს არის ჩვენი არა. არ დაუშვებთ, რომ საუკუნეზე მეტი საუკეთესო უნივერსიტეტის აი ასე გაუქმებას და განადგურებას. ამ რეფორმის პირობებით უბრალოდ ეს არ არის რეფორმა. ამ გადაწყვეტილებით ტექნიკურ უნივერსიტეტს ვიღაცა მამანის ხელით თავი აღიქვამს კონკურენტად და მისი მოშლა უნდათ. სხვა რამას არაფერი არ ქვია. ყველა ლექტორები იქნებიან თუ სტუდენტები იქნებიან, არიან იმ აზრზე, რომ დაუშვებელია სტუს გაუქმება, დახურვა და სხვა უნივერსიტეტთან მიერთება. ამ უნივერსიტეტს აქვს თავისი ისტორია, აქვს თავისი მიზნები, გეგმები და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შევეწინააღმდეგებით კანონების ფარგლებში ყველანაირად იმას, რომ სტუ ვინმე დახუროს და გააუქმოს. ფაკულტეტის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი რა თქმა უნდა ტექნიკური უნივერსიტეტის დარჩენას, მისი ისტორიის გაგრძელებას და ვართ წინააღმდეგი, რომ ის გაერთიანდეს ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტთან. აქ არ არის არანაირი დაინტერესება და არაფერი სხვა. არის ერთი რამ, ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტი, ვთვლით რომ ეს არის ჩვენი ოჯახი და ჩემი თხოვნაა რომ ძალიან ვთხოვთ ოჯახს ნუ შეეხებით, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი წმინდა კიდე რაც გაგვაჩნია არის ეს. ევროპული ტიპის მხოლოდ ეს ორი უნივერსიტეტი არის უძველესი და იმის მაგივრად რომ გამხდარიყო ეს ორი უნივერსიტეტი ბრენდი, საქართველოს იმიჯი, საქართველოს განათლების სისტემის იმიჯი, ამის მაგივრად ხდება დადავარქვა ამას გაერთიანებას ძახიან, გაქრობას რეალობაში და საბოლოო ჯამში ეს 104 წლიანი ისტორია მართლაც ხო არ არის, ეს ჩვენს გარშემოა, ეს ადამიანები არიან, ეს ისტორია ჩვენი ისტორია და ისტორია მარტო ფურცლებზე ხო არ არის, არა, ეს ყველაფერი აქ აისახება ჩვენზე, ჩვენს მომავალზე. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორა არ დაუშვებს იმას, რომ მორალურად აიღოს ისეთი პასუხისმგებლობა, რომ მათი მოღვაწეობის პერიოდში ამ უნივერსიტეტში მოხდეს ამ უნივერსიტეტის ხელყოფა და მოხდეს ამ უნივერსიტეტის განადგურება. არის აბსოლუტური ერთსულოვნება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ განხორციელდება. ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების შემდეგ როგორი იქნება გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლის სტრუქტურა, ამაზე ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცით, ერთადერთი ვიცით ის, რომ ისის სახელწოდება იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯაბა სამუშია, თესეუს რექტორი და დავით გურგენიძე, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არ იქნებიან გაერთიანებული ამ ერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი. არამედ მისი ხელმძღვანელი არც მეტი, არც ნაკლები იქნება
იქნება ლევან იზორია, ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძალოვანი, რომელიც იყო მაგალითად 2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, იყო თავდაცვის მინისტრი და ის ძირითადად მისი პოზიციები სწორედ ძალოვან სტრუქტურებში გვხვდება. ამჟამად კი ის იკავებს რეჟიმის პრემიერის კობახიძის მრჩეველის პოზიციას განათლების საკითხებში. ჯერჯერობით აქ შეკრებილი ადამიანები გვეუბნებიან, რომ ამასთან დაკავშირებით ბევრი არაფერი იციან, თუმცა განათლების სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას აქვს თავისი ინტერესი, რომ განათლების სისტემაში რაც შეიძლება მეტი ძალოვანი, მეტი პოლიციელი ჩანერგოს. ლევან იზორიას დანიშნა გაერთიანებული უნივერსიტეტის ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ქართული ოცნების ლოგიკაში ჯდება, იმიტომ რომ ჩვენ წლებია ვამბობთ, რომ განათლების პოლიტიკას წარმართავენ ძალოვანი სტრუქტურები, პარტიული პოლიტიკა არის წარმართველი და ჩვენ ლევან იზორიას ბიოგრაფიას რო შევხედოთ, ნახავთ, რომ ის მთელი თავის ცხოვრება ძალოვან სტრუქტურებში საქმიანობდა, პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუსი დაზოერვა, ასე შემდეგ. აი, რა კავშირი აქვს მას განათლების სისტემასთან, ვერავინ ვერ გაიგებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, რომ არ დაუქვემდებაროთ განათლების სისტემა ძალოვან სტრუქტურებს, პარტიას და ყველაფერი გავაკეთოთ ერთიანი მობილიზებით იმისთვის, რომ ეს ნგრევა ავირიდოთ თავიდან. დღეს აღამო 7 საათისვე საპროტესტო აქციაა დაანონსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეიკრიბებიან. იქამდე არც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არ აპირებენ დაშლას პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ადმინისტრაციის თანამშრომლები. არ დაგითმობთ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის ავტონომია და თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა დარჩება ისევ უნივერსიტეტს. არ გაუქმდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ასეთია აქ შეკრებილი ადამიანების გზავნილი.